რვაძილიდან სხვაში ვარ. ოჯახის გადაწყვეტილება იყო და ყველანი ვიყავით მინდორში და საშუალება არ ჰქონდა და აბა რა უნდა გავაკეთოთ. ოჯახში ყველამ ერთმანეთს უნდა დაიხმაროს და ხო რომ მე რომ მივიდეთ ცალკე სხვაგან და ის კიდე იქ რო დარჩეს, ისე არ გამოდის რა ვიცი. ჩვენთან წესიასია და დანარჩენი არ ვიცი. ჩემი მამა, იმის ისე ჩვენ ამ საქმეში ვართ, ამის გარდა სხვა საქმე არ ვიცით და რაც არის ჩვენთან უფრო საუკეთესო საქმე ეგ არის და ამაზე ზედმეტი არაფერი ჩვენ არ ვიცით რა. ამით კარგად ვცხოვრობთ რა ვიცი, იოლად მივდივართ. 1-3 თვის მერე ეს უნდა გავყიდოთ, არ ვიცი ახლა წელს ისე კარგი არ მოგვივიდა რა საქმე, რა ბევრი დავხოცეთ. ახლა ეთყობა სადღაც 70% დავხოცეთ რა, ცუდი ზამთარი იყო და არ გამოგვივიდა. ახლა მაგალითად ამისი ძღემსობა არის, ყველაფერი ის არის რა, ხარჯია, ამის მარტო ადგილს ხო არ ქირავობ, ამის ქერია, ამის მარილი, ამის წამალი, ბევრი რაღაცები აქვს რა. და მიწის ქირის გადახდა რატო გიწევთ და რა ღირს და რა თქვენ რას ფიქრობთ, ეს რამდენად სწორია ესე იყოს? ეს არა სწორია, ვიღაცის ჯიბეში არ უნდა შევიდეს. მაგალითად თავრობამ უნდა დაადგინოს რაღაცა გადასახადი და ამ ხალხმა ფერმერები სოფლებში ვინები ცხოვრობს და თავრობაში გადაიხადოს და ეხლა ვიღაცების ჯიბეში რო შედის შენ გამოდის 10 ლარს გამოართმევს ხოლმე, მიდის თავრობაში 1 ლარს არიცხებს ხოლმე. ასე რა იქ ცხოვრებას. ადგილის პატრონის იმაზე ნებაზეა. მაგალითად წელს რო იქირავე 30,000-ში, მომავალში შეიძლება 50,000-ში ვერ იქირავო. აი სახელმწიფომ უფრო ბევრი უნდა უკონტროლოს აი საქმეები და ასე ბევრი არ უნდა იყოს ეგ გადასახადები. თქვენ შვილები გყავთ? კი. სად არიან? იორმღლანდოში, სოფელში, სკოლაში დადიან. და რას ფიქრობთ თქვენი შვილებისთვის როგორი მომავალი გინდა? რა ვიცი, მე ძღემსობას არ ვისურვებ და დანარჩენ რაც უნდათ ის გააკეთონ და ძნელი საქმეა. ჩვენ პასტაიანად აქ ვართ, მაგანთან არ ვასრულებ. არ ჩემებს კი არა, ვაფშე ყველას არ ვასრულებ, რო ანუ რაღაცა ისწავლონ, ის კი არა რო წავიდნენ ვიღაცა თავრობაში ან პრეზიდენტი გახდნენ, ან რა ვიცი რა გახდნენ, უბრალოდ მასწავლებელი გახდნენ, რა ვიცი, წავიდნენ სადმე მაღაზიაში იმუშავონ, ასეთ საქმეში არ უნდა წამოვიდნენ, მაგრამ ეგეც საჭირო არის პროსტა. ყველა ის კი არ გახდება, რომ განათლილი ხო არ იქნება, რა ვიცი. ჩემნაირებს თუ ღირს. მე როგორ გითხრათ, სხვა საქმე მე არ ვიცი და მე რა მაგალითად რო გითხრა რომ წავიდე მაღაზიაში რო ვიმუშავო, არ შემიძლია, არ ვიცი. ანუ რო წავიდე სადმე რო ვიმუშავო, არ შემიძლია, არ ვიცი. ეგ ჩემთუნ ადვილია და ეხლა სხვებთუნ ძნელი არ ვიცი, ჩემთუნ ადვილია. ამაზე ვარ მე მიშოვლი.